ყოველ თვიურად არა, ყოველ კვირეულადაც არა, ყოველ დღიურადაც არა, ყოველ საათობრივადაც არა, ყოველ წუთიერადაც არა, ყოველ წამიერად. ერხევა და ენძრევა. ბიზინა ივანიშვილის საყვარელ ძვირფას რუსეთს. არ გულისხმობ მხოლოდ იმას, რომ უკრაინელები მის სტრატეგიულ ობიექტებს ანადგურებენ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. ეს გასაგებია, ეს ყველამ ვიცით, რომ მოსკოვშიც კი აფეთქებებია, საოცარი კადრები ვრცელდება, მოკლედ რა არ ხდება. მარტო ამას არ გულისხმობ. არც მარტო იმას არ გულისხმობ, რომ დასავლეთი ამკაცრებს სანქციებს ამ ჯოჯოხეთური იმპერიის წინააღმდეგ და აღრჩობს და როცა იქნება საბოლოოდ მოგუდავს. რუსეთს მაინც ეიმედებოდა ასე მაგალითად ჩინეთისა, იმიტომ რომ ჩინეთი გონია, რომ ჩინეთი გადაარჩენს და ჩინეთი არ ითამაშებს დასავლურ თამაშს. ასეც არის, ჩინეთი არ ითამაშებს დასავლურ თამაშს, ბოლომდე დასავლურ თამაშს, მაგრამ სინძინპინი ადეკვატური ლიდერია და ის შესანიშნავად ხვდება, რომ ამ ვითარებით ჩინეთმა უნდა ისარგებლოს. ხო და იცით თქვენ, რომ რუსეთი, რომელიც ძალიან მდიდარი ქვეყანაა, ბუნებრივი რესურსებით ძალიან მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ამ ბუნებრივ რესურსებს ერთის მხრივ ვერ იყენებს და მეორე მხრივ უნადგურდება მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რუსეთი ახლა ხელისცეცებით თუ კაპაციცებით ეძებს პარტნიორებს. მათ შორის იმგვარ პარტნიორებს, რომლებიც მის ბუნებრივ რესურსებს და კი გითხარით, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანაა რუსეთი, უბრალოდ ვერ იყენებს ამის თავის სიმდიდრეს და ერთ კონსტანტინოვკას გადააყოლა ყველაფერი საერთოდ. აი, ძლევამოსილი რომ უნდა ყოფილიყო, ისიც და იმპერიული რომ უნდა ყოფილიყო, ისიც. გადააყოლა იმპერიული არის, მაგრამ იმპერიად ვეღარ დარჩება, იმპერია გაქრება როგორც ასეთი. მოკლედ რუსეთი ყველა ღობე-ყორეს ედება, ასე ვიტყვი და ჩინეთს მიმართა, რომ დამატებითი რესურსები შეიძინე ბუნებრივი აირისო, ჩემიო, იქნება და ამით მაინც გადამარჩინო. ჩინეთს მიმართა, აბა იმას ხო ვერ მიმართავდა შეერთებულ შტატებს ან ბრიტანეთს ან საფრანგეთს. და გენიალურმა მსოფლიო დონის მოთამაშე ადეკვატურმა სინძინპინმა უთხრა, რომ კიო, არ გეგონოს, რომ არ შევიძენო. ოღონდ შენი ბუნებრივი აირის ფასი უნდა იყოს $50. ხა მე მინდა აგიხსნათ, რომ იმისათვის, რომ გაზპრომმა მოგება ნახოს, მოგება იოტისოდენა, უნდა იყოს ფასი არა უმცირეს არ ვიცი $60, $80-ისა, $250 ყიდის ჩინეთზე რუსეთი ბუნებრივ აირს. 170-ად ყიდის მაგალითად სომხეთზე, ხო? და მოკლედ აი ამ ძიმე მდგომარეობაში აღმოაჩინა ჩინეთმა რუსეთი. რა გზა აქვს რუსეთს? რა გზა აქვს ამ საშინელ იმპერიას, რომელმაც სჭირდება ფული, მაგრამ ეს $50 იმდენად მცირე თანხაა, რომ მეორე მხრივ თანხმობა როგორ უნდა უთხრას. ბიძო, შენ ხო არა გაქვს რამე რეცეპტი? შენ ხო აი რაღაცა იცი, რაღაცეები, ხლარტები, კომბინაციები, რაც ხარ უცხები, იცი, ხო არ დაურეკავდი? თან ხო ამბობენ შენზე, რომ გაზპრომის ვეწილე ხარ 1%-ის თუ არ ეხლაც ხარ, ხო? 1%-ის ფლობელი და რა ხდება შენ სათავსა შინა? მოკლედ რუსეთი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ისი მოგუდვა დასავლეთი ხო გუდავს და აი აღმოსავლეთიდანაც კი, ჩინეთიდანაც კი დაიწყო ისი მოგუდვა. ვისაც ეს ამბავი არ გიხარიათ, თქვენი ასემს და ისემს რა. აი გას უხარია. აი სა გავაჩერებ ეს და ვინმე იქნება.
ზე ვკითხავთ, აბა გამოვიდეთ. სიოთკერა დავინახოთ, მოვატრიელებ კამერას და აი მოვატრიალეთ კამერა და თუ ვინმე შეხვდება, ავრისკოთ და ვკითხოთ. კვეითი ხა იმ სამარშრუტო ტაქსის ძღოლს ვერ სამარშრუტო ავტობუსის ძღოლს ვერ გავააჩერე. არავინ არ არის. არა მიქნება მაინც. ცოტა ხანი ხო ამ გზის ბოლომდე თუ არა ნახევრამდე მაინც. ქვედა წეროვანში ჩავდივარ დევნილთა დასახლებაში. ბარემ გეტყვით რომ იცოდეთ სადა ვარ. ამის საქმის გარჩევა თუ მოგინდეთ ჩემთან. აქ არა ცოტა ხანი ვიქნებ. აქ ვერ მიპოვით ალბათ, ეს ქალბატონის გაჩერება შეიძლებოდა, მაგრამ გავიცდი. აი იმ ძღოლს, აი მერსედესია თუ არ ვწდები. უთუოდ უხარია. ახოთ. ძალიან კარგი ფერებშია შეღებილი ეს რაც არის, არ ვიცი. იფურა. ისაბელი ამ მანქანის ძღოლსაც უთუოდ უხარია. ვინ როგორ ვერ შეგხვდა. აი ეს დაცარიელებულია. არა, ეს არ არის თლად цаრიელი დასახლება სოფელი. თლად გულახდილით მოიქნები, მაგრამ მაინც. მოკლედ, რუსეთს მეგობრებო ერხევა. გამგეობას ვკითხოთ, აი ეს ნაგავი რატო არ გააქვს? რუსეთში? აი ეს ნაგავი რატო არ გააქვს? გადადილი იყო ამ კონკრეტული იმიდან. ხო, მაგრამ ისე გადავსებულია ხოლმე ნაგვით. ამ მანქანის ძღოლსაც მიახლოვდება, ესეც მერსედესია. უთუოდ უხარია. არავინ არ შეხვდა. ამ უხაროა. მოვატრიალებ ისევ კამერას. კიბოდი შევთ რომ არავინ შეხვდა. მოკლედ რუსეთს გუდავენ. მეგობრებო და ვისაც არ უხარია თქვენი ასემც და ისემც. სკროლვას კრინ ვისააგეთ ხომ დამაჯარი მეფს სამართლელა. ასემც და ისემც. ისემც და ასემც. ეს მერსედესი არ არის მოდიში. ეს არ არის მერსედესი. ეს არის ოპელი. ოპელები თუ დადიოდა ამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ აღარ ვიცოდი სიმართლე გითხრათ.